გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენ ვართ ბერეტას ქარხანაში. დავათვალე ესენი. Fate la carcassina di titani e si mettono avanti. Adesso dice ma solo un pezzo per i 500 anni. Ti prego, raccontami. Dove? Dopo magari ne fa. გრავირების სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული Un pezzo solo. ნამუშევრები. Perché forte. Ma poi magari deciderà di fare qualcos'altro in calibro 16, in calibro 4. Mi dicevano che si fa fare anche il modo di cartuccia. No, perché sento una meglio. Ce l'avevo 16 lo faccio. Questo un bagliato. ეს არის მეგობრებო ლუკა კაზარი, ბერეტას ამ განყოფილების უფროსი, ბოსი. ეს არის ჩემი მეგობარი დარიო, ტოპების სპეციალისტი, მოყვარული ასევე. და ჩვენ ვიყოფებით ახლა ძალიან მაგარ ადგილას. აი აქ მზადდება ბერეტა, გრავირება, კეთდება ხელით. აი აქ სხვადასხვა ჩარხებია რაღაცები. აი ხა გეთებენ გრავირებას. შევალთ ყველა ოთახში ალბათ. აი მაგათ დაზგები, დანადგარები. აგერი ბატონი რაღაცას აკეთებს გრავირებას. გერ მუშაობენ ხელოსნები. რაღაცებს აკეთებენ. ბატონი. გოგონა არ მინდა ხელი შეუშალო. რამე არ გააფრჩო. მოვილით სხვადასხვა კომპანიებს, გვექნება პატარა ტურნე. აი ეს სიწყნარეში, სიმშვიდეში კეთდება საუკეთესო ბერეტას ტოფები, მეგობრებო. Classic. აი მოვედით შეწყვიტა ქალბატონმა მუშაობა და ნახოთ რას აკეთებს ეს ქალბატონი. აი ესეთ ლამას შვენიერ ნახած ამზადებს კლიენტისთვის. Thank you very much. Very nice girls. მეგობრებო, ეხლა ჩვენ ვართ იქ სადაც კერავენ ბერეტას პრემიუმ ტოფების კეისებს. ნახეთ რა ხარისხია. ყველაფერი კეთდება ხელით. აი ეს ქალბატონი არის განყოფილების უფროსი. აი ეს ჩვენიერი გოგოები კერავენ. აი ეს საკერავო მანქანები აქვს. ასე ლამაზად კერავენ. ლამაზი გოგოები ლამას ჩანთებს. აი ეს ლამაზი საწარმოა, ნახეთ როგორ წყალს გამოიყენებენ. როგორი სუფთა პირია. ფერებიში არის ცოტა მუქი, არის ცოტა ბაცი. აი ჩახუჩის გამოყენებით პრესავს ქალბატონი. იქით ამუშავებენ ტყავს ეთყობა, თუ არა კამრებს უკეთებენ ამ განყოფილებაში. მოკლედ აი ეს შემოგარგება. ჩვენი მოგზაურობა გრძელდება. ნახოთ რას ნახავთ ახალს. აი აქ არის დაუკითხავად შემოვედი ახლა აქ. იმედი არ მიჩხუბებიან. რაღაცები კეთდება აქაც. ნახეთ. ნახეთ რა სილამაზეა. აი ესე ტოფის ძვირფასი კეისები. ნახეთ რა სილამაზეა მეგობრებო.
რა სილამაზეა. ფერებში ნახეთ. ეს ნიანგის ტყავისაა. ესა ძალიან მაგარია. წარმომიდგენია რა თოფები ჩაიდება ამ კეისებში. ეს პისტოლეტის კეისები. ჩანთები. ეს არის ბერეტას ქარხანა. შიდა ეზო. ესეთი შენობები დგას. ესეთი საწარმოები, უზარმაზარი ტერიტორია. მთის ძირას პირდაპირ. და მივემართებით შემდეგ განყოფილებაში. ჩვენი მეგობარი დარიო იგუძღვება წინ. ეს არის სოუები ბიჭებო. ეს არის სოუ 9 მგონი 20 კალიბრში. ესაც სოუ 9 არის. ეს არის სოუ 6. ამათი ფასები დაახლოებით 60 სოუ 6, ესენი 90 დაახლოებით. იქაც არის რაღაცა. ესაც სოუ 6 გავს, კი ბატონო. ესაც სოუ 6-ია. ელოდება თავის პატრონს, რომ უარგონ კონდახი. აქაც სოუ 6-ია. აი შემოვედი შემდეგ განყოფილებაში აქ არის კონდახების წარმოება. ამ განყოფილებაში აკეთებენ პრემიუმ ხარისხის კონდახებს შეკვეთილ თოფებზე. აქ კი სტანდარტულ თოფებზე ან მეორე განყოფილებაში. აი ესე გეთება. ეს 7 ისაა. აი აქ რაღაც თოფიდებს. DT11 ეგრეთ წოდებული პირამიდი. აი ბერეტას თოფები. მარკ ნილსონი. პარალელო. ახლა კაი გაგნით არის პარალელო. Silver Pigeon 5. ახალი მოდელი Silver Pigeon 3-ის. ესეც Silver Pigeon 1.